მადლობთ მოწვევისთვის, მივასალმები მაყურებელს. მე მგონი ძალიან ლოგიკურია, რომ ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვქონდა მათ შორის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და მე მგონი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა შედეგიც მოუტანა მას საარჩევნო ბოიკოტმა ადგილობრივი არჩევნების. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დღეს ყოლოდა ოპოზიციონერი მერები თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, რაც იყო აბსოლუტურად რეალისტური, იმ შემთხვევაში თუ ერთობლივად ასე ვთქვათ, დაუპირისპირდებოდით რეჟიმს და სრულ მობილიზაციას გამოვაცხადებდით ამ არჩევნებზე, ამის ნაცვლად გამოაცხადეს ბოიკოტი. ბოიკოტი შედგა, ანუ უმრავლესობამ დიდმა ამომრჩევლის დაიჯერა, რომ არჩევნებზე მისვლა აზრი არ აქვს და შედეგად დღეს ვხედავთ გამყარებულ რეჟიმს არანაირი ზიანი არ მიუღია საარჩევნო ბოიკოტისგან. და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, იმიტომ რომ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი მაგალითი, როდესაც საარჩევნო ბოიკოტს რაიმე მოუტანია გარდა ოპოზიციის დაზიანების და რეჟიმის გაძლიერების. ამიტომ საარჩევნო ბოიკოტი თავისთავად არის ძიმე გადაწყვეტილება და ჩვენ საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზეც კარგად ვნახეთ ეს მაგალითები. ახლა რაც შეეხება ზოგადად არჩევნებს, ჩვენი პოზიცია არის, რომ არჩევნების გარეშე, ანუ პირველ რიგში ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე ამ ქვეყანაში რეალურად ვერანაირი პოლიტიკური გადატვირთვა ვერ მოხდება და ჩვენ მათ შორის, სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კონკრეტული გზავნილები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რომლებსაც ვესაუბრებით და რომლებსაც მე ვიტყოდი, რომ შიმშილი აქვთ რაღაცა რაციონალური განსჯის და რაციონალური იდეების ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, იმიტომ რომ ყველა ხედავს, ყველა ჩვენი პარტნიორი ხედავს, რომ ეს ბოიკოტის გზა აღმოჩნდა აბსოლუტურად აბსურდული გზა და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინახონ, რომ რაღაცა რაციონალური, ასე ვთქვათ, პროცესი მიდის ოპოზიციის მხრიდანაც. ჩვენი პოზიცია, რომელსაც ამ საკითხზე ვაფიქსირებთ, არის ის, რომ არჩევნები უნდა გახდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი დასავლეთისთვის. ანუ დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ძალიან აქტიურად ცდილობს, რომ მოძებნოს რაღაცა გზები, რომ გადატვირთოს, ასე ვთქვათ, ურთიერთობები თუ გამოასწოროს ურთიერთობები დასავლეთთან, რომ ეს ძალიან ნათელი გახდეს, რომ დემოკრატიული არჩევნების გარეშე ეს იქნება შეუძლებელი და ეს დემოკრატიული არჩევნები ცხადია, რომ დღეს არის მოსაპოვებელი, იმიტომ რომ მათ შორის მე მიყურს, როდესაც ზოგიერთი კოლეგა ისე საუბრობს, თითქოს ვიღაცამ უკვე ჩანიშნა არჩევნები, იმიტომ რომ მე რაღაც არ მახსენდება, რომ არჩევნები ჩანიშნული იყოს ამ ქვეყანაში. ამ პრინციპში რომდენო არჩევნებზე იყო აქ საუბარი. ანუ თუ სწორად გავიგებ, პრობლემა არა ის მომდევნო არჩევნები ამ ეტაპზე არამედ პრობლემა არის ერთგვარი ულტიმატუმი, რაც არის გამოხატული მათი მხრიდან. ხო, მე ერთი რამ ჯერა ძალიან მყარად და მე ვფიქრობ, რომ დრო არის, რომ ჩვენ რაღაცა ცოტათი ვიმსჯელოთ მოცემულობით და არა სურვილებით, იმიტომ რომ სურვილები შეიძლება ძალიან ბევრი გქონდეს, უბრალოდ სურვილებს, ასე ვთქვათ, მხოლოდ სურვილებით ოპერირება პოლიტიკაში ვერ არის მაინც და მაინც ჭკვიანური საქმე. და რაც შეეხება რაციონალურად რა არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ბრძოლის გზა და გამარჯვების გზა, მე ვფიქრობ, რომ აქ ორი რამ არის გადამწყვეტი. ერთი არჩევნები უნდა შედგეს, ცხადია, სანამ არ შედგება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ვერანაირ გადატვირთვას, ვერანაირ ახალ რაღაც სიცოცხლეს ვერ შეიძენს, ცხადია, ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან, ეს გასაგებია. მეორე გასაგებია, რომ არჩევნები, ასე ვთქვათ, იგივე წესებით თუ ჩატარდება, რომ ვერ მოიპოვებს ისევ ლეგიტიმაციას ეს არჩევნები, არც ესეთი არჩევნები არ იქნება, არანაირი შანსი ამ ქვეყნისთვის, რომ დაუბრუნდეს დასავლური განვითარების გზას, ამიტომ ბუნებრივია, ანუ რაღაცა განსაკუთრებული არ არის იმის მოთხოვნაში, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს იმგვარად, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც ამ თემაზე აქვს გაცემული EUTHOS, ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. მაგრამ ეს არის ერთი ნაწილი იმ სამუშაოსი, მე ვიტყოდი, რომელიც ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი, რომ მოვიპოვოთ არჩევნები და მოვიპოვოთ უკეთესი არჩევნები. და მეორე, რაც მთავარია, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ამავე დროს ჩვენი საქმე, რაც არის, ეს არის, რომ შევქმნათ ამ ქვეყანაში ერთი ალტერნატივა. ანუ ალტერნატივა იმგვარად კი არა, რომ ვიღაც გამოვა და გამოაცხადებს, რომ აი მე ვარ ალტერნატივა ქართული ოცნების. არა, ალტერნატივა იმ თვალსაზრისით, რომ ქართულმა ხალხმა დაინახოს, რომ არსებობს უკეთესი არჩევანი, რომ არსებობს პოლიტიკური შეთავაზება, რომელიც მას თავაზობს უკეთეს მომავალს, სამუშაო ადგილებს, დაბალ ფასებს,
ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგის დაბრუნებას, უცხოური ინვესტიციების და ევროპული ფონდების მოზიდვას ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, საგანმანათლებლო რეფორმას, ანტიკორუფციულ რეფორმას, ანუ ყველაფერს, რაც სჭირდება დღეს საქართველოს მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას. აი ამ ალტერნატივას, ამ ალტერნატივის შეთავაზება არის ცხადია პოლიტიკური პარტიების ფუნქცია და საუბარი ხალხთან ამაზე და ჩვენ ამით ვართ დღეს დაკავებული და მეორე ამის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი ტალღა, ასე ვთქვათ, ცვლილების, მოთხოვნის ისეთი ტალღა ქვეყანაში, რომ რეჟიმმა, ბიძინა ივანიშვილმა გააცნობიეროს, რომ როგორი არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს და არჩევნების ჩატარება მას მოუწევს, ადრე თუ გვიან, რომ ამ არჩევნებზე მას ექნება ერთადერთი შანსი, რომ გააფორმოს ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად გაკეთებული არჩევანი და არანაირი სხვა გამოსავალი მას არ დარჩება. ანუ წინააღმდეგობის ტალღა ჩვენ თუ საუბრობთ საზოგადოებრივ წინააღმდეგობაზე და არა რაიმე ლოკალიზირებულ პროტესტზე, ხო, რომელიც რაღაცა ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის ზოგად სახალხო პროტესტი. აი ზოგად სახალხო პროტესტი საბოლოო ჯამში უნდა აისახოს სწორედ საარჩევნო ყუთთან და ამისი მომზადება უნდა იყოს დღეს ოპოზიციური ძალების საფიქრალი. ჩვენ ესე ვხედავთ ამ პროცესს და შესაბამისად გეგმავთ ჩვენ პოლიტიკურ აქტივობას. კი ბატონო, თუ კი თქვენ აკრიტიკებთ ალიანსს, თუნდაც საარჩევნო ბოიკოტის გამო, მართლაც თუ კი უთანასწორო იქნება არჩევნები ცესკომ, მიკერძოებული რეპრესიული კანონები ძალაში, თქვენი მონაწილეობით ხომ არ შექმნით დემოკრატიულ ფასადს, რაც არის ხოლმე თქვენი პარტიის მიმართ მთავარი პრეტენზია, რაც ალიანსის მხრიდან მოგვისმენია. იმიტომ რომ მე შემიძლია გითხრათ საარჩევნო ბოიკოტი რა შედეგს მოიტანს, რომ ალბათ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას. საარჩევნო ბოიკოტი მე შემიძლია დაზუსტებით 100%-იანი სიზუსტით გითხრათ რას მოიტანს, რომ შედგეს საარჩევნო ბოიკოტი სიტყვაზე. მე ასე ვხედავ და ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, როგორც დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ნეგატიურის არ ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ესე მოხდა. არჩევნების ბოიკოტის შედეგად აბსოლუტურად გაიხსნება გზა ივანიშვილს, რომ დაიწყოს ის, რაც არის მისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, გადატვირთვის პროცესი დასავლეთთან, იმიტომ რომ არანაირი მხარდაჭერა არ აქვს საარჩევნო ბოიკოტს, კიდევ ერთხელ ვამბობ, არასდროს არ ქონია და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ აბსოლუტური კონსენსუსი არსებობს ამ თემაზე. ყველა საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი თვლის, რომ საარჩევნო ბოიკოტმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და ოპოზიციისგან მოლოდინი არ არის იმის, რომ ჩვენ ახლა გავამყარებთ ბოიკოტის გზას. პირდაპირ გითხრათ, ოპოზიციისგან მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევქმნით რეალურ ალტერნატივას და დავარწმუნებთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომ ქვეყანაში ცვლილებების დრო არის და მათ შორის ჩვენ ვნახეთ, რომ ისეთი ტიპის ავტოკრატიები, როგორც ივანიშვილმა შექმნა ჩვენს ქვეყანაში, სწორედ არჩევნების გზით მარცხდება და უნგრეთმა ახალი სიცოცხლე გახსნა შეიძლება ითქვას მისმა გამოცდილებამ ამ მიმართულებით. ამიტომ მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს გაუმარტივდება საკუთარი ამოცანების შესრულება საარჩევნო ბოიკოტით და არ ვაპირებ, რომ მას გაუმარტივო რაიმე ამოცანის შესრულება. ჩემი ამოცანა არის ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე დაბრუნება და უკეთესი მომავლის შექმნა საქართველოს მოქალაქეებისთვის. დასასრულს მინდა შეაფასოთ კიშინიოვში მიღებული გადაწყვეტილება ტრიბუნალისთვის საფუძვლის ჩაყრა ამისთვის კომიტეტის შექმნა, რომელსაც საქართველოს არ უჭერს მხარს. ეს მიგაჩნია თუ არა მნიშვნელოვან პრობლემად, რომელიც ასე ახსნა მაგა ბოჭორიშვილმა, რომ დამატებითი რისკების შემცველი იქნებოდა, თუ კი ჩვენ ვიქნებოდით იმ ქვეყნების სიაში, ვინც მხარს უჭერს ამ დოკუმენტს. მე პრობლემად მიმაჩნია ის, რომ ჩვენ ვართ აი ამ აბსურდულ მოცემულობაში, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი, სინამდვილეში ივანიშვილის წარმომადგენელი, ჩადის სადღაც ფორუმზე, მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე, აცხადებს, რომ ესე იგი, იმიტომ რომ მათ შორის ამას წინ უძღოდა საკმაოდ დიდი კამპანია, მათ შორის ჩვენი პარტიის მიერ წარმოებული მოწოდებაზე, რომ როგორ შეიძლება ხმას არ იღებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, როდესაც ხდება პირდაპირ ანექსია მიმდინარეობს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის. ის აცხადებს, რომ დიახ, ანექსიური პროცესები მიმდინარეობს, ესე იგი, და იქვე შეიძლება ითქვას,
აბსოლუტურად რუსული პროპაგანდის გზებით და რუსული პროპაგანდის ასე ვთქვათ გზავნილებით თავს ესხმის ევროკავშირს, რომელიც არაფერს არ თხოვს ამ ხელისუფლებას გარდა იმისა, რომ საკუთარი მოქალაქეები არ ცემონ, არ დაარბიონ, არ მოწამლონ, არ ვიცი, სტუდენტები არ დაიჭირონ ტროტუარზე დგომისთვის და ციხეში არ გაუშვან და საერთოდ საკუთარ საზოგადოებას მოეხსნა ღირსებით. აი ამას ითხოვს ევროკავშირი ბიძინა ივანიშვილისგან და მისი წარმომადგენელი ახსენებს ანექსიას, შემდეგ თავს ესხმის ევროკავშირს და საბოლოოდ აბსოლუტურად რუსული პროპაგანდის ზატულინის ენით აცხადებს, რომ ჩვენ ვერ შევუერთებით ტრიბუნალს, იმიტომ რომ ევროკავშირი თურმე, ესე იგი, ითხოვს საქართველოსგან რაღაცებს, რაც არის მიუღებელი ქალბატონი ბოჭორიშვილისგან და მე მინდა მას ვკითხო, რა არის მისთვის მიუღებელი ის, რომ არ უნდა დაარბიო საკუთარი მოქალაქეები, მისი ყოფილი კოლეგა ბუკა პეტრიაშვილი, ევროინტეგრაციის მინისტრი რო იყო, აი ის რო ტროტუარზე დგომისთვის ევროპული მომავლის დასაცავად ციხეში რო არ უნდა გაუშვა, ეს არის მისთვის მიუღებელი, იმიტომ რომ არაფერს სხვას ჩვენგან ევროკავშირი არ ითხოვს გარდა იმისა, რომ პატივცეთ საკუთარ კონსტიტუციას და მე აი ეს მიმაჩნია მთავარ პრობლემად და მთავარ გამოწვევად. მადლობა.